ავტორიტარული კურსიდან დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისკენ თბილისს სამჯერად სტრასბურგიდან მოუწოდებენ. მოწოდების ავტორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატია. ისინი დეკლარაციას აუცელებენ, სადაც საუბრობენ ზომებზე, რომელთა გატარებაც მოუწევთ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს სტატუსის მესამე მუხლის ძირითადი პრინციპების დარღვევისთვის. დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონკრეტული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო აპრილამდე ჰქონდა. ამასთან ხაზგასმულია, რომ ასამბლეის ცალმხრივად დატოვებით ქართულმა დელეგაციამ ორგანიზაციის ავტორიტეტი შელახა. ვითარება დრამატულად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებულნი არიან. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები კი იდევნებიან სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით. ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, ეს არის თანმიმდევრული კამპანია, რომლის მიზანია ოპოზიციის გაქრობა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დატოვა ასამბლეა. რეპრესიების ამ გზით საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს და ლახავს ასამბლეის ავტორიტეტს. თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი. ევროპელი დეპუტატების კრიტიკას პასუხობს კრიტიკის ადრესატი ქართული ოცნება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ევრობიუროკრატებს უწოდებს, ხოლო მათ განცხადებებს აბსურდულს. მმართველი პარტიის სხვა წევრები კი მათი თქმით სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო ოდირის დასკვნას ახსენებენ. ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ქართული ოცნება 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ იწვევს. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები. ეუთო ოდირმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, რომ შედგა არჩევნები და ხელისუფლება არის არჩეული და მიუხედავად ამ ყველაფერისა, მათ ფეხქვეშ გათელეს ეუთო ოდირის დასკვნა, არაფრად ჩააგდეს საკუთარი სისტემის ნაწილის განცხადებები და დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით და ითხოვენ ისეთ გადაწყვეტილებებს ჩვენგან, ქართული ხალხისგან, რომელიც საქართველოს ნებასრულს არ შეეხება. ამიტომაც არის ცხადი და ნათელი, რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ისევ ადგილი აქვს უსამართლო ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც ბუნებრივია, რომ საქართველო არ დაემორჩილება. ოპოზიცია ქართული ოცნების მიზნებზე საუბრობს, რაც მათი თქმით საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გულისხმობს. რეჟიმის ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება, ჩვენი გარიცხვა იმ უწყებებიდან, იმ ინსტიტუტებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ ისტორიულად და რა თქმა უნდა ხელი შეშლა იმისათვის, რომ არ შევიდეთ ახალ შესაბამის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ქვეყანაში ბევრად მარტივია, მილიონები მოიპარო და მაგრამ ეს ფული სადღაც შეინახო და დაისვა და რასაც ოცნება აკეთებს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკვე 1 წელია, როგორ უნდა დარჩეს ქვეყანა სტრატეგიული მოკავშირეების და მეგობრების გარეშე. ეს არის კატასტროფული ვითარება, რომლის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ აქამდე მიზანმიმართულად გეგმაზომიერად მიგიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და მათი ხელისუფლების მიმართ რაიმე მოთხოვნების წაყენებას მე მგონია, რომ არავითარი აზრი არ აქვს, ისინი პირიქით მხოლოდ გაუარესებენ ამ ვითარებას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა 29 იანვარს შეწყვიტა. ამავე დღეს ორგანიზაციამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები დემოკრატიის უკუსლად შეაფასა. აქამდე ევროსაბჭოში წევრობა შეუჩერდა რუსეთს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის გამო მიღებული რეზოლუციის შემდეგ ასამბლეაში 2024 წლიდან მონაწილეობა შეაჩერა აზერბაიჯანმაც. თუკი 51 დეპუტატის განცხადება რეალობად იქცევა, ევროსაბჭოში დასრულდება საქართველოს 26 წლიანი წევრობა, რომელიც 1999 წლის 27 აპრილს ამ სიტყვებით დაიწყო. ვარ ქართველი და მაშასადა მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European.